შიო მესამე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება. აუდიენცია საპატრიარქოში დღეს 3 საათზეა დაგეგმილი. ირკვევა, რომ ერთ-ერთ მშობელს შეხვედრის შესახებ პირადად კათოლიკოს პატრიარქმა აცნობა. მშობლები საპატრიარქოსგან მხარდაჭერას 3 ძირითად საკითხში ითხოვენ. პირველი არის ოცნებასთან კომუნიკაციაში დახმარება, ოლიგარქის მთავრობა უარს ამბობს მშობლებთან დიალოგზე. ამერიკის და ევროპის მიერ აღიარებული მედიკამენტების შემოტანაზე და მეტიც, მათ წინააღმდეგ კამპანიასაც კი აწარმოებს. მეორე საკითხი ეხება მართვითი სუნთქვის აპარატზე მყოფ პაციენტებს, რომლებიც გადაუდებელ მხარდაჭერას საჭიროებენ. მესამე საკითხი კი, რომლის განხილვასაც აპირებენ, არის სპეციალური ფონდის შექმნა. იქ ადამიანები თანხას ჩარიცხავენ ამ რესურსისა და სახელმწიფო დაფინანსების გაერთიანებით კი ბავშვებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი მედიკამენტების შეძენა რეალური გახდება. ნინი ბალანჩივაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ნინი გისმენ. დიახ, 3 საათში დაიწყება საპატრიარქოში რიგით მეორე შეხვედრა. იქ მივლენ დისტროფიის დაავადებული ბავშვების მქონე ბავშვების მშობლები და მიაწვდიან მთავარ სათქმელს. ამ შემთხვევაში კი საპატრიარქოში ისინი უკვე შეხვდებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს და საინტერესო არის ნამდვილად როგორ განვითარდება ეს შეხვედრა, რა იქნება სწორედ საპატრიარქოს მხრიდან პასუხი და რა ნაბიჯი გადადგამს საპატრიარქო ამ შემთხვევაში დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად, რომელთა მშობლებიც და თავად ბავშვებიც უკვე თითქმის ერთი თვის განმავლობაში დგანან ოცნების მთავრობის კანცელარიასთან და ითხოვენ კონკრეტულ პასუხებს და კონკრეტულ ნაბიჯებს სწორედ ოცნების ხელისუფლების მხრიდან მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით, ვინაიდან არსებობს უკვე არაერთი მედიკამენტი, რომელიც აღიარებული არის როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ მოვისმინეთ არაერთი უარი მათ შორის ოცნების ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. შესაბამისად მშობლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში წინასწარ ვერ ისაუბრებენ თუ რა მოლოდინები შეიძლება იყოს საპატრიარქოს მხრიდან, თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მათ სათქმელს მიიტანს ოცნების ხელისუფლებასთან. ამ შემთხვევაში საპატრიარქო იქნება შუამავალი სწორედ ირაკლი კობახიძის გუნდთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ და მათ შვილებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში და გარდა ამისა ისინი ასევე ითხოვენ შესაბამისი ფონდის შექმნას, სადაც ჩაირიცხება თანხები, სწორედ ამ მედიკამენტებისთვის საჭირო თანხებზე არის საუბარი. როგორც უკვე მაყურებელმა იცის, ზუსტად 3 საათში დაიწყება ეს შეხვედრა საპატრიარქოში. ჩვენ ნახეთ წინა შეხვედრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, ოჯახის წევრები, თუმცა ახლა უკვე თავად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე შეხვდება მას და ამ შეხვედრის შემდგომ გვეცოდინება უფრო მეტი შესაბამისი ნაბიჯების შესახებ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადადგას სწორედ საპატრიარქომ ამ პროცესში. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მშობლების განცხადებები შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე. წინასწარ დასკვნებს ვერ ვაკეთებთ, როგორ წარიმართება ჩვენი დიალოგი, ყველანაირად მზად შევდივართ ჩვენ საპატრიარქოში, რომ ყოველ თემაზე ვისაუბროთ ღიად, თუმცა ახლა ესე გარანტირებულად ჩვენ ვერ ვიტყვით, როგორ დასრულდება შეხვედრა, მაგრამ ან როგორ მხარდაჭერას გამოგვიცხადებენ, თუმცა კობახიძის მხრიდან ეს განცხადებები ძალიან აბსურდულია, რადგან ახლა ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩვენ უკვე დიდი ხანია თანამშრომლობდით, უშედეგოდ, არც კი გვისმენდნენ და არც მზად არ იყვნენ თანამშრომლობისთვის. და ეს რაღაცა ინახეთ ჩვენს წინააღმდეგ აგორებული ხელა პროპაგანდაც, რომ აქ გვებძვიან ესე ღიად, მაგრამ ჩვენ ხო ვართ მშობლები და ჩვენ ვებძვით ჩვენი შვილების გადასარჩენად და რატო გვიპირისპირდებიან ესე ძალიან ჩვენთვის კიდე ბოლომდე აუხსნელი. ანუ გვესმის, რომ თანხებსაც ახსენებენ, მედიკამენტებიც ვერ დღეს, მაგრამ დაავადება არის ურთულესი და ფატალური. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საპატრიარქო ყველაფერს გააკეთებს ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ყველაფერში შეიძლება იყოს პირველ რიგში შუამდგომლობა ხელისუფლებასთან, მეორე შეიძლება იყოს ფონდის შექმნა, ერთობლივი ფონდის შექმნა, სადაც მოხდება თანხების აკუმულირება ბავშვების დასახმარებლად და მესამე შეიძლება იყოს განსაკუთრებით პრობლემურ შემთხვევებში საპატრიარქოს დახმარება, როცა საქმე ეხება გადაუდებელ შემთხვევებს და ბავშვებს არ აქვს სათანადო ყურადღება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოზიციები, თუმცა მზად ვართ გავითვალისწინოთ საპატრიარქოს პოზიციები. ეს არის ის განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციაში. ირაკლი კობახიძე ამბობს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ვიცით აქ როგორ ვითარდებოდა 2 წლის განმავლობაში პროცესები, მშობლები ხვდებოდნენ ამ დროის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათთან იყო კონსულტაცია
დეკლარაციები, აუდიენცია არაერთი, თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან 2 წლის შემდგომ უკვე მათ მოუწიათ ქუჩაში გამოსვლა უკიდურესი ფორმით, აქციებით და ნამდვილად გაუსაძლის პირობებში უწევთ მათ დღე-ღამის განმავლობაში ყოფნა, ვინაიდან იმის საშუალებასაც არ აძლევენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან კარვები შეიტანონ და სწორედ ასე გაათენონ ღამეები. კობახიძე საუბრობს იმაზე, რომ თანხა, რომელიც უნდა გამოიყოს ამ შემთხვევაში, ის საუბრობს 50 მილიონზე, ეს უნდა გამოიყოს ბიუჯეტიდან და ამბობს იმას, რომ ეს არის ხალხის თანხა და რომ ოცნების ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოებასთან და შესაბამისად ეს თანხა ვერ გამოიყოფა თუ არ ვიცით რა შედეგი მოყვება ამ თანხის დახარჯვას, თუმცა აქ როდესაც კობახიძე საუბრობს ამ ოდენობის თანხაზე, როდესაც საუბრობს მედიკამენტებზე, რომელსაც ეჭქვეს შაყენებს, უნდა ითქვას ის, რომ ეს მედიკამენტები აკრედიტირებული არის როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, თავად მშობლები საუბრობენ ამასთან დაკავშირებით, მათ აქვთ დოკუმენტები, ისინი ითხოვენ სწორედ კობახიძესთან მათ შორის პირისპირ დაჯდომას ოცნების ჯანდაცვის მინისტრთან პირდაპირ ეთერში, სადაც ისინი ისაუბრებენ ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით და კობახიძე ამბობს, რომ ეს თანხები, ამ თანხების გამოყოფა ამ ეტაპზე არ მოხდება, ვინაიდან ის საუბრობს ფარმაცევტულ აფიორასთან დაკავშირებით, აი ასეთი არის ზუსტად მისი სიტყვები, რომ რომ ვიცოდეთ, რომ ამ თანხის გაცემა შედეგს მოიტანს, გავცემდით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს საქმე იმასთან, რომ ფარმაცევტული მაფია კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეს. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პირველ რიგში ჩვენთვის რა თქმა უნდა საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება გქონდეს ეკლესიას, რომელიც შეიძლება გქონდეს პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ეს 50 მილიონი თუ 60 მილიონი. ეს არ არის ის თანხა, რომელსაც ჩვენ საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული, გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართული ხალხის მიმართ გადასახადის გადამხდელების მიმართ. ეს თანხა შეიძლება დაიხარჯოს რაციონალურად და შეიძლება ამ თანხის დახარჯვა მოიტანოს სათანადო შედეგი, თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. აი ამ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ცოტა ხნის წინ ლელო ძლიერ საქართველოში გაიმართა ბრიფინგი ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის წევრმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 2024 წლის 19 ნოემბრით და აქ საუბარი არის კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელმაც მათ შორის რეგისტრაცია გაიარა საქართველოში და აღიარებული არის ეს მედიკამენტი საქართველოში, თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების ხელისუფლება ამ დროის განმავლობაში ამტკიცებს იმას, რომ არ არსებობს აღიარებული მედიკამენტი, რომელიც იქნება და უზრუნველყოფს ამ ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივებას. პარტიაში ამბობენ იმას, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების და მისი მშობლების დასახმარებლად ქართული ოცნების ხელისუფლებას ამ დროის განმავლობაში ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, თუმცა ეს არის პოლიტიკური გულგრილობა და მათ არ ადარდებთ ბავშვების სიცოცხლე. ეს დოკუმენტია, რომელიც გამზადებულია 2024 წლის 19 ნოემბერს და მიუთითებს იმაზე, რომ მედიკამენტი ექსოდის 51 დარეგისტრირებულია და აღიარებულია საქართველოში. ყველაზე ძვირიანი და ეფექტური მედიკამენტი. და ჩვენ გვარწმუნებს ეგრეთ წოდებული ჯანდაცვის სამინისტრო, თურმე ის აკვირდება მედიკამენტს. თქვენ აღიარებული გაქვთ ეს მედიკამენტი. აღიარებული და მედიკამენტის, რომელსაც უკვე გამოიყენებენ შეერთებულ შტატებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის უმრავლეს ქვეყანაში და სადაც სახელმწიფო ახორციელებს ამ მედიკამენტების შესყიდვას. მოკლედ, როგორც უკვე გითხარით, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები 4 მშობელზე არის საუბარი. დღეს ზუსტად 3 საათზე მიდიან საპატრიარქოში. ისინი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს შეხვდებიან. აუდიენცია ცხადია შეეხება იმას, თუ რა გზები არსებობს, გამოსავლის გზები ამ შემთხვევაში, რის გაკეთება შეუძლია საპატრიარქოს და რა ინფორმაციას მიაწვდის ამ შეხვედრის შემდგომ უკვე მთავრობის ადმინისტრაციას, ოცნების ხელისუფლებას და რა ნაბიჯები გადაიდგმება კონკრეტულად ამ მიმართულებით მედიკამენტების საქართველოში
შემოტანასთან დაკავშირებით ამას გავიგებთ მას შემდგომ, რაც ეს აუდიენცია დამთავრდება საპატრიარქოში.